რესპუბლიკური პარტიის რაიონული ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა მარიამობის დღესასწაული ორიგინალურად აღნიშნეს. მათ მიერ 26 და 27 აგვისტოს მოეწყო აქცია ქუჩის მუსიკა ქველმოქმედებისათვის. ახალგაზრდა მომღერლებმა ქუთაისისა და სამტრედიის ქუჩებში მინი წარმოდგენები გამართეს და შეაგროვეს თანხა, რომლითაც შეძენილი საყოფაცხოვრებო ნივთები და საკვები პროდუქტები 4 ოჯახზე გადაანაწილეს. მადლობა მინდა გადავუხადო ამ ახალგაზრდებს, რომელმაც ძალიან ბევრი იშრომეს. ძალიან ბევრი გააკეთეს იმისთვის, რომ რამოდენიმე ოჯახს დღეს გახარებული ყოფილიყო. ყველას გილოცავთ კიდევ ერთხელ მარიამობას, მრავალ წარსულს და წარმატებებს გისურვებთ ყველას. დიდი მადლობას მოგახსენებთ ჩემი დაფასებისათვის და ჩემი ოჯახისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 31-ში აღვნიშნავთ 36 წლის მეუღლის დაბადების დღეს, შეუსრულებელი 36 წელს და გავალთ საფლავზე და მოვიგონიოთ მართლაც ნამდვილ ვაშკაცს. ეს დიდი მადლობელი ვარ გენაცვალე ამ შეწუხებისათვის, დაფასებისათვის და ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. რესპუბლიკური პარტიის სამტრედის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იმედა გოგავა, პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი მაკა გიორგაძე, ახალგაზრდა აქტივისტებთან ერთად ესტუმრნენ სოციალურად დაუცველ ფატი ტრაპაიძის, გიორგი ფუტკარაძის და ლერი ახალაძის ოჯახებს. რა თქმა უნდა, მადლობები ვართ ამ წუთში, უმუშევარი ვართ, არაფერი არ მაქვს და რავი, ძალიან დიდი მადლობა ღმერთმა გადმოგხედოს. დიახ, ყველას დიდი მადლობა, ეს ახალგაზრდებია, ვინც მონაწილეობთ, ყველას დიდი მადლობა. უფალმა გაგაძლიეროთ. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ჩვენი პირველი და მეორე აქცია, ჩვენ უკვე რამოდენიმე ერთი ათეული აქცია ჩავატარეთ საქველმოქმედო, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს ფაქტობრივად ახალი სიტყვა არის, ახალი ნაბიჯი არის ამ ორგანიზაციის ცხოვრებაში და რესპუბლიკური პარტიის სამტრედის რაიონული ორგანიზაციის ახალგაზრდებთან მართლაც მადლობის ღირსი არის და მე მას მადლობას ვეუბნები იმ დიდი ენერგიისთვის, იმ დიდი ადამიანობისთვის, იმ დიდი სიყვარულისთვის, რაც მათ გამოიჩინეს თანაქალაქელების მიმართ და ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება ბოლო მათი ნაბიჯი, ეს არ იქნება ბოლო სიტყვა, რასაც ეს ახალგაზრდები იტყვიან ამ პატარა რაიონის ცხოვრებაში. დიახ, სამ ადამიანს მიულოცეთ, მაგრამ გარდა ამისა გვაქვს შესაძლებლობა რომ მთელ სამტრედიას მიულოცოთ დღეს ისეთი. რა თქმა უნდა, დღეს ძალიან დიდი დღე არის მარიამობა. ყველა ქრისტიანს ულოცავ ამ დღესასწაულს, დიდ დღესასწაულს და იმედი მაქვს, რომ ღვთისმშობელი ყოველთვის იყო მფარველი ამ ქვეყნის და იქნება ჩვენი და ჩვენი ოჯახების მფარველი. ქველმოქმედმა ახალგაზრდებმა საკვებ პროდუქტებთან და საოჯახო ტექნიკასთან ერთად მარიამობის დღესასწაულზე ყველა ოჯახში ღვთისმშობლის ხატი მიიტანეს საჩუქრად. დიდი მადლობას ვახსოვე ასპისთანად დახმარებას მართლა არ ველოდი არავის და მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ რომ ასე ყურადღება რომ მოაქციეთ და ჩემისთანა გაჭირებულ ოჯახს გვერდით ამოვუდექით რა თქმა უნდა და სარგებლებ მომენტით და აი მეულოცავ ეწრელებს თელ სამტრედიას ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, მარიამობის დღესასწაულს ღმერთმა სიკეთე, მშვიდობა და უფლისმადლი გქონოდეს ყველას. რა ვიცი რაც შეგვიძლია და მე თუმეტეს რესპუბლიკური პარტიის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ გააკეთა ეს აქცია და ძალიან მივესალმები ბრწყინვალე ჩვენც რა შეგვეძლო ხარში დაუდექით და გავაკეთეთ, რომ ძალიან ბევრია კიდე აქეთ სოფელში ძალიან ბევრი გაჭირებულია, რომელიც საჭიროებს დახმარებას, მაგრამ შეძლებს და გვარად ალბათ ეტაპობრივად კიდე დავეხმარებით, კიდე იგეგმება სხვა აქციები და ალბათ იმედია, რომ გავაკეთებთ, იმიტომ უჭირს სოფელია მართალია, მაგრამ თუ მარტო ის ვერ ყოფნის ამსახური არა აქვს ამ ხალხს არაფერი და სოფლით მარტო ძალიან უჭირს მოსახლეობას და ძალიან ბევრი სოციალურად გაჭირებული და დაუცველი ადამიანები ყავს და მე თუმეტეს ამ უბანში რომ ცოტა ქალაქიდანაც მოცილებული არის ტერიტორიულად და ძალიან უჭირს ამ კუთხეს და კი ბატონო და აი რა თქმა უნდა მივესალმები რომ ახალგაზრდებიდან წამოვიდა ეს ინიციატივა და ჩვენც გვერდში დავუდექით და გავაკეთეთ.
ამ ვაშკაცის სტუმრების ბრძანდებით თქვენ. გასაგებია. იმავე დღეს აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები დაფნარში კუტალაძეების ოჯახს ესტუმრნენ. სოსო კუტალაძეს საკუთარი სურვილის შესაბამისად ახალგაზრდებმა მუსიკალური პლეერი, ბურთი და სპორტული ფეხსაცმელი მიუტანეს. თანატოლების მიერ გამოჩენილმა ყურადღებამ სოსო კუტალაძე ძალიან გაახარა. Alles mogilacot bavshebo რავად დაესწარეთ. დაიგოგოები ხართ. სასიგეთო საკითხებინოთ, ბიჭებიც შესანიშნავი ბიჭები ხართ. აბა თქვენიც. მე ხარ მომავალი ამ ქვეყნის. დიდი მადლობა რომ მოხვედით და ჩემი შვილი დღეს გაამხიარულეთ და ძალიან გახარებულია და რავი მუსიკები ძალიან უყვარს და დიდი მადლობა ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო. ძალიან გახარებული ვარ რომ დავეხმარეთ ოჯახს ჩვენი საქველმოქმედო აქციით. ჩვენი სიმღერით, ჩვენი ჭის გამოვლენით, შევძელით რომ დავხმარებოდით ამ ოჯახს. უღმესი მადლობა მინდა გადავხადო ყველა იმ მონაწილეს, რომელმაც თითო თეთრი მაინც შემოგვწირა. უღმესი მადლობა მინდა გადავხადო ამ ბავშვებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს დავეხმარეთ სამ ოჯახს, გადავეცით პროდუქტები, დავეხმარეთ სოსო კუტალაძის ოჯახს. მოდი ჩემთან სოსო. რომელიც ცერემბრალური დავლით დაავადებულია, რაც უნდა ვკითხეთ ოჯახს და უყიდეთ ის. მოგეწონა საჩუქრები? ეს არ არის ერთჯერადი აქცია ჩვენი მხრიდან, ეს ბავშვებიც ჩვენ გვერდში არიან. სულ და გახარებულია. ბავშვი ძალიან გახარებულია.